მოგესალმებით კიდევ ერთხელ ამჯერად უკვე გიერთდებით ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც თქვენ კადრში ხედავთ, რომ ეს არის რკინიგზის სადგურის ბალანსზე არსებული შენობა, რომელიც არის წლების განმავლობაში უფუნქციო მდგომარეობაში და ამ შენობაში, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 20-მდე ოჯახი თვითნებურად შესახლდა, მათ ეს შენობა დაიკავეს და ისინი დღეისათვის ცხოვრობენ ამ უფუნქციო შენობაში. Acara Times-ი დაინტერესდა ამ მდგომარეობაში, როცა მე რამდენი დღე რაც აჭარაში თოვს და არაერთ ადამიანს უწევს რთულ პირობებში ყოფნა, ჩვენ დავინტერესდით თუ რა მდგომარეობაში არიან უსახლკარო პირები და სწორედ ამიტომ მოვედით აქ მაიაკოვსკის ქუჩაზე, რათა მათთან გასაუბრება შევძლოთ და მათგან მოვისმინოთ თუ როგორია მათი ყოველდღიურობა და მათი ყოფა. სხვათა შორის ეს ერთადერთი შენობა არ არის, რომელშიც ადამიანები თვითნებურად შესახლდნენ, სხვადასხვა კატეგორიის მქონე ადამიანის სოციალურად დაუცველებმა დაიკავეს უფუნქციო შენობები დაბა ჩაქვში, ასევე ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს შენობა და ასევე დაიკავეს შენობა, ორსართულიანი შენობა, რომელიც არის თევზის ბაზრის უკანა ტერიტორიაზე და ჩვენ ცხადია ამ ადამიანების საჭიროებებზე პერმანენტულად გიყვებით ხოლმე. ჩვენ აქ დღეს მოვედით იმიტომ, რომ ვნახოთ თუ რა პირობებში არიან ეს ადამიანები, რა აქვთ სათქმელი ხელისუფლებისთვის და როგორ პირობებში ცხოვრობენ ისინი. თქვენ კადრში ხედავთ, რომ ეს შენობა რადგან არის უფუნქციო და მიტოვებულ მდგომარეობაში აქ ცხოვრობენ მიუხედავად ასეთი პირობებისა ადამიანები. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ აჭარა Times-ის. მოვედით აქ რათა ვნახოთ რა პირობებში ხართ, ასეთ რთულ პირობებში, სამთრის პირობებში. კეთილ თუ არ გინდათ საუბარი, მაშინ სხვებთან გავაგრძელებთ. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით აბა, რა ხდება თან, ასე ვთქვათ, გვაჩვენეთ. შორენა შაინიძე ვართ ყოფილი მაიაკოვსკის სკოლაში, არის ძველი დეპოშენობა, შესახლებული 21 ოჯახი, მცირე ბავშვები 25 ბავშვი გვყავს, არ გვაქვს შუქი, არ გვაქვს წყალი, გაუსაძლისი პირობები არის, რომელიც ვერაფერი და ვერანაირი საერთო ვერ გამოვნახეთ და საშუალება ვერ გამოვნახეთ. დღეს კიდე მივწერეთ და ვწერთ სადაც სამი საწერი ვწერთ, მაგრამ აღარ ყურადღება კაცოშვილი არ იჩენს, არ მოდის. გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა. ანუ როგორ ახერხებთ ასეთ პირობებში მყოფნას მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებიც თან არიან ამ შენობაში? როგორ ბაზრი დავზიდავ წყალს, ფარეხის ბაზრიდან, იქ საფირფაღეში მანდარის და ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ბავშვებთან მithumetas ბავშვები კიდევ დიდები რაღაცას გავუძლებთ და რაღაცა, მაგრამ მივმართეთ მერიას, მივმართეთ ყველა ეკონომიკას, მივმართეთ, მაგრამ ყურადღება საერთოდ არ გამოუჩენია. აქედან გამომდინარე კიდე ვაპირებთ ბრძოლას, გამსცლელი და საშუალება მე თვითონ აგიყვან რა საცხოვრობ და რა მდგომარეობაში 4 შვილის დედა ვარ. თავმოყვარე ადამიანი ნამდვილად ამ შენობაში არ შევამდა, მაგრამ მეტი საშუალება არ გქონდა, მეტი გამოსავალი არ გქონდა და გადავწყვიტეთ, რომ არჩევნების წინ დღით შევჭრილიყავით, შემოსულიყავით თვითნებურად, იყო ცარიელი შენობა და შემოვედით და დახვდა ძალიან ცუდი პირობები. მოდით დავიწყოთ მაშინ დათვალიერება, ვნახოთ მაყურებლისთვის უფრო აღსაქმელი რომ იყოს, რა პირობებში გიწევთ აქ ცხოვრებად, ვინაიდან შუქი არ აქვთ, აქ არის სიბნელე. აიხლავე გაიყვანა, ნახე, ერთ-ერთი არის აქ 5 შვილიანი დედა, რომელიც არის გარდაუვალ მდგომარეობაში, ინვალიდი მეუღლე ყავს და ძალიან მძიმე სიტუაციაშია და ეხლა ვინაიდან გაიყვანა, ბაღანაც უდათ ყავდა და გამოიძახა ტაქსი და წავიდა სავარყოფაში ყავს ბაღში გადაყვანილი. დიახ. აქედან წამოვიდა. აი ძალიან სიბნელი არის, რადგან აქ შუქი არ მიეწოდება აქ მცხოვრებლებს და ალბათ კადრში არ ჩანს ეს მდგომარეობა, რაც აქ არის. მოგესალმებით ბოდიში
ასე გაუფრთხილებლად რომ შემოგეჭერეთ ბოდიში, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ვაჩვენოთ თუ რა მდგომარეობაში იმყოფებით თქვენ. აი ნახე რა მცირე ბავშვებია, ბავშვები კიდევ წინავენ, ზოგმა აკენა ახლებთან გადაიყვანა. შეშა, ძალიან ცუდი მდგომარეობა. ეხლა მოვითხოვთ კატეგორიულად და თხოვნითაც მიმართეთ მერიას. ყველანაირ საშუალებას ვეძებთ. ეხლა ამ მდგომარეობაში თუ კიდე არ მოგვაქვს ეს ყურადღება, აუცილებლად ჩვენ 25 პატარა 21 ოჯახი მივართ ეს შევაწუხებთ რომელიც ჩვენ ქვეყანაში ვარსებობ, ქართული ხალხი ვართ და ამ მდგომარეობას არ იმსახურებთ. არ გვეკით ის არა, ახლა ემოციას გამოვხატავ, რატო ამ მდგომარეობაში ტკივილად აი პატარა პატარა ყავს პატარა 4 შვილის დედა ვარ და ტკივილად მივიდე ფერჩის საჭმელს ვაკეთებდი და დამეხჭო ბავშვი რომელიც არის ეს არის ყოველდღე მიუღებელი საქართველოში კი არა სადმე არ ხდება ასე ვითხოვთ ახმარებას არანაირი წინამორბედი არა ვარ ვითხოვთ ახმარებას აი ამ პატარებს აი ასეთი მარი 25 ბავშვი მართლა დედები არიან უნარ შეზღუდულები არიან მოხუცები შემოპირები ხო არიან სოციალურ დაუცველები არიან მარტოხელა დედები ძალიან ცუდი პირობები და ეხლა საფრთხეში ბაზარში ბავშვებს გაიხვალ წარმოგიდგენია ეს რა მდგომარეობა გვაქვს რატო ჩავკეთ შუქი მეზობლემა გვიჩნდეს ასე ქვია დეპო მოვიდა ჩაგვიჭრა შუქი ვართ უშუქო რამდენი ხალი არა შუქი არა აუღნიშნე წაღან კეთილი დაგიბრუნდებით თქვენ რამდენიმე წუთში დავათვალიეროთ ჩვენ თქვენთან ერთად ეს შენობა თუმცა მანამდე სხვებსაც ვკითხოთ უკვე მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ თქვენც რომ გვითხრათ ანუ როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ყოფა და რამ გაიძულათ რომ ასე თვითნებურად შემოსულიყავით შენობა დაგეკავებინათ ანუ მანამდე სად ცხოვრობდით და ის რომ შესაძლებლობა რომ არ ქონდათ ალბათ ამიტომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ხო? კი რა თქმა უნდა მანამდე ცხოვრობდით ჩემთან დედასთან და მარტოხელა დედა ვარ, ამიტომ არ მოვსახკარი. და გადაწყვეტა რომ შემოსულიყავი ესე თვითნებურად. ჯერჯერობით ანუ ესეთ მდგომარეობაში ცხოვრობთ არ ჩუქი არ წყალი ეს უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ნუ ალბათ რომ მოვა და ყველაფერს თქო და მიხედავენ ჩვენი მთავრობაც, იმიტომ რომ ველოდებით ხერხეზე რომ მოგოლსიონ ყურადღება და იქნება ალბათ ეს ყველაფერი. ალბათ ჰიგიენის დაცვით ჭირს, იმიტომ რომ წყალი არ გაქვთ, თქვენ ელექტროენერგია არ გაქვთ. სხვა გზა არ გაქვთ. ასეთ წვალებაში დენი არა, შუქი არა, წყალი არა, გაჭირვება რომ არ გქონდეს ჩვენ აქ რა გვინდა ასეთ თოვში, ყიამეთში, სიცივეში ერთმანეთს ვეძით ვდგევართ, მართლობ და ასე ვარ გაგვაქვს ერთმანეთი. რა ვქნათ მეტია? რითი თფებით ხოლმე აქ? შეშის შეშის ერთი მეორის ვაწოდებთ ერთმანეთს და ვთქვებით, ვეხმარებით. გაჭირვება რომ არ გქონდეს ჩვენ აქ რა გვინდა? სახლი არა, მარტოხელა დედები, აი ბავშვები ასე გაწვალებთ და ვართ რა ვიცი. იმედი გვაქვს რომ მთავრობა ყურადღებას მოგვაქცევს. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოდით გავაგრძელოთ ამ შენობის დათვალიერება. სხვებს თუ აქვთ სურვილი, ცხადია, თქვენ შეგიძლიათ კეთილი. კი, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენი სათქმელიც რომ გვითხრათ, აი ბავშვებთან ერთად რა ყოფაში ხართ და აი რა გაიძულებთ რომ აი ასეთ პირობებში გაძლოთ, ასე ვთქვათ. არ ქონდა ფიქრის გადახდის საშუალება და შემოვედით თვითონაც საერთო ოჯახი. ძალიან ისეთი გაუსაძლისი პირობებია ყველანაირი ტექნიკა, სადაც მანქანა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, ელემენტარული შუქი არ გვაქვს, რომ ბავშვი მეორე სმენაში რო არის საღამოს რომ მოდის სკოლიდან, მოამზადოვა მეცადინო შუქი არ გვაქვს, სამთლის შუქზე ვაკეთებ ხოლმე. რა ვიცი, ერთადერთი მოვითხოთ რომ მოგხედო ელემენტარული კომუნიკაციით მოგხედო ეს დენი იქნება თუ წყალი იქნება რაღაცა შეშაზე ვთქვებით გასახლა გაზის საშუალება ვიცით რომ მაგრამ შეშებით რაც არის საიდანაც მოგვაქვს შეშადა დენი და ეს წყალი ცოტა მიუწვდომელია ჩვენთვის რაც ართულებს თქვენს მდგომარეობას ცხადია თუმცა ეს პატარა ბავშვებით შუშუმები ყავს ასაკიანი მაცხოვრებლები ყავს და ძალიან რთულია და ერთადერთი მოვითხოთ რომ ეს არ უნდა იყოს ჩვენი მთავრობისთვის რთული რომ ელემენტარული შუქზე არ გქონდეს საპრობლემო ერთი ნატურა რომ გავართოთ.
გასაგებია, მადლობა. მოდით გავაგრძელოთ ისე შენობის დათვალიერება, რათა მაყურებელს გქონდეს წარმოდგენა თუ რა პირობებში გიწევთ თქვენ აქ ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რომ როგორც აქ მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ არ აქვთ ელექტროენერგია, არ აქვთ სასმელი წყალი, ასევე ისინი თბებიან შეშაზე და კომუნალური ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო მათ უჭირთ ასევე ჰიგიენის დაცვაც. ასამი პატარა მცირე წლოვანი შვილები, რომელიც რომ ამ პირობებში, ამ სიტუაციაში ნამდვილად რო არ უჭირდეს არ გადმოვიდება. ნამდვილად ეს არის გაუსიზნესი პირობები, აი შეშა რო არ იყოს, აი პლასმასებით ღუმელი, როგორ ქვამი ატრიალებს ბავშვები იგულებიან. აი ქუჩაში რომ მუსორს ჩაკრია, შენ გარბულა და მოგვაქვს და შეშად იმას წარგება. აქედან რაც შეეხება შუქს, ერთადერთი არის ისეთ ქვეყანაში არსებობთ, რომელიც რომ ალბათ ჩვენი მთავრობა და ჩვენი მერი მოგვაქცევს ყურადღებას ელემენტარული შუქი, ელემენტარული წყალს ვითხოვთ. არ გვინდა კომფორტი, არ გვინდა ახლა დუშკაბინები, არ ელემენტარული კონდეს წყალი და შუქი. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ალბათ დაფიქრდება, ალბათ შეწუხდება, ალბათ მე მოგვაქცევთ, მე ვფიქრობ ასე რომ მოგვაქცევთ, რომ არის მესამე ნისული და არის 21 ოჯახი, რომელიც თვითნებურად შემოსული. მივმართეთ მერიაში, არ გვეკუთვნის ჩვენო, მივმართეთ დეპოს, არ გვეკუთვნის ჩვენო, მივმართეთ თბილის, მოგვივიდა პასუხი შუქზე დასწური, დეპომ შუქი ჩაგიჩნდა. რკინიგზა, საქართველოს რკინიგზას გულისხმობთ ალბათ. საქართველოს რკინიგზას. ეხლა ჩვენ ჯდავართ და ვფიქრობთ, ეს 21 ოჯახი. 25 ბავშვია 21 ოჯახში. 25 მცირე, აი, ასეთი პატარა შვილები. ამ 25 ბავშვი როგორ უნდა გაუძიოს ადამიანმა ასეთ პირობებში. მაგრამ რო გვიჩვენს და მე თვითონ 18 წელია ქირით ვარ. მარტო ხელა დედა, 4 შვილი. ვერ შევძელი 23 წლის მქონე გადასახდელი ქირა. ხაზე იკამითხრა, გამიცალი. ვინუჯდენით რა მექნა დავცალი. გამოჩნდა ესეთი პირობები, რომ რამა ახლობელმა შედიან ყველგან და ჩვენს გადავწყვეტით და ალბათ შემოვედით და ასე ვფიქრობ და კიდე ყველა ამას აღნიშნავენ ჩემი მეზობლები, რომ მეტი გამოსავალი არ გვაქვს, არანაირი დასაფიქრებელის არ გვაქვს, რომ ჩვენ აქიდან გასასვლელი და სადმე შევა. არანაირი შანსი არ გვაქვს. ალბათ კდარი გიყვანილი. დიახ. აი, რამდენიმე დღის წინ თქვენ ალბათ მოისმინეთ ბათუმის მერიამ განაცხადა, რომ მოსახლეობის საჭიროებების შესწავლას იწყებს. თუ ესწრებოდით თქვენ ამ შეხვედრას, რამდენად გააქვთ იმის იმედი? ჩვენ სტატუსი იყო დაწერილი და წავიკითხე. ჩემი განცხადებები არის ძალიან ბევრჯერ გადაგზავნილი. უსახკაროზე მარტო ხელა დედა ვარ პატარა შვილებით ქირი. ძალიან ბევრჯერ განცხადება დაწერილი. კიდე რაც შეეხება აი წუხელი მეძინა და მაღლა ეყურებდი და სიმკარები არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ვამბობდი 4 შვილით პატარებით წევარ და ვაიმე ახლა ამ სიმკარმა რომ წამოვიდე საუნდა გავასრა. ნუ თუ არ დაფიქრებულა ჩვენი მთავრობა, რატო არ დაინტერესდა, რატო არ დაფიქრდა რომ ამდენი ტრაგედია, აი ხელვაჩაოში რა მოხდა, არის ოცნებაში რა მოხდა. ეს ანალოგიური რომ მოხდეს, რას მოვა და რა აქ მთავრობა მოვა და რას აღწევს, რა სიტყვის წუხარებას გამოთქვა. ანუ თქვენ არ გეიმედებათ ამ კომისიის მუშაობა, რომ თქვენ შესაძლებლობინებით დაკმაყოფილდეთ სამომავლოდ, ხომ? აი მთავრობის აი უფლის იმედი გვაქვს და ალბათ ამის ჩვენ კიდევ მთავრობის იმედი ნამდვილად გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტრაგედია ტრიალდება საქართველოში, ამ პატარა ქვეყანაში, პატარა ბათუმში, ისეთი ტრაგედიები ხდება. დღე არ გადის ისეთი ტრაგედია ხდება. და აგერ 25 ბავშვი რომ აი ერთ ელემენტარული რომ ერთი სიმკარი გაექანოს ხომ დახოცილი ვართ.
ნუ თუ არ დაინტერესებულა ერთხელ მაინც ხო შეიძლებოდა მოსულიყო კომისია გადაემოწმებია ჩვენი მდგომარეობა ჩვენი პირადობა ანუ დღემდე ამდენ თვე გავიდა და არავინ მოსულა მეხუთე თვე დაიწყო ჩვენ შენობაზე სანახავართ უბრალოდ ხელი შეგვიწყონ რაღაც აი მეხუთე თვეა აი მე ვარ შორენა შაინიძე ვარ რამდენი 1-5 ჯერ მივედით მერიაში რომელიც რომ გთხოვთ კომისია გამოგვიყეთ არ გვეხება ვის ეხება რო რამე ტრაგედია დატრიალდეს მე ხო ეხება არა ჩვენ თავრობას მე ხო მოიკითხავს რომ ამდენი ოჯახი ჩაიხოცა ან შიშით გაიგუდა ან ტვერით გაიგუდა ან დაიწამლა ან საშინელი პირობები იყო ორი თვე დაგჭირდა ამის დასუფთავებაში ორი თვე ისე გავზიდეთ ნაგავი და გავიტანეთ აქ რამდენი ანუ სამშენებლო ნარჩენები იყო ამ შენობაში საშინელი მდგომარეობა იყო ძალიან სისრელე დაახლოებით 600-700 მეშო კი ნაგავი გავიტანეთ ხოლმე 600-700 მეშო მე პირადად ხო ოპერაცია დამჭირდა ჩილქოვანი მქონდა დაიწამლა ფეხებზე რა ახლაც კი ინფექცია მაქვს ორგანიზმში რა ბოლომდე არ გამკვირვება ვიყავი საავადმყოფოში ვიწექი 6 დღე ვიწექი ხოლმე ეგ არა ამ ბოლომდე ვერ გამოვჯანმრთელი მაინც რა ანტიბიოტიკები მიკეთ ეს გადასხმების გამიკეთეს თუმცა მაინც დიახ აი მანამდე თუ შეგიძლიათ გითხრათ აი თქვენი ყოფა გასაგები არის ყველას თითქმის იდენტური არის ასეთ პირობებში გიწევთ ცხოვრება მანამდე საცხოვრობდით და რამ გაიძულათ რომ აი ასეთ პირობებსაც კი შეეგუოთ ანუ ნაკერავებში ცხოვრება ძნელია იქიდან გამომდინარე რომ რაც არ უნდა იყოს ადამიანი მხოლოდ თავის რჩენაზე ფიქრობ სულ არაფერი ახლა საკვეთთან დაკავშირებით ადამიანი გახვალ და ყოველდღიურ ფულს იშოვ თუმცა ახლა როცა ვიქნებ იმაზე რომ მე პირადად ხალხი ბიჭია მე სამომავლოსაც მინდა ფიქრი რა ცოტა სამომავლოსაც მინდა ფიქრი იქიდან გამომდინარე რომ ახლა სულ არაფერი ხო მხოლოდ მოხმაპულზე ხო არ იფიქრებ ადამიანია რა გინდა რაღაცა გააკეთო ცხოვრებაში წინსვლა ფეხის ნაბიჯი გადადგა იმისათვის რომ სამომავლო სიმყარე გქონდეს ზუსტად რომ მოიხედა და ზემოთ აიხედა ხო თავზე ჭერი გქონდეს და უკან კედელი გიწევს იმისათვის რომ ცხოვრების ეს ელემენტარულად იქიდან გამომდინარე რომ ანუ ადამიანები ვართ რა ჩვენ გვჭირდება რაღაც ისეთი საფუძველი ხო ადამიანს გვჭირდება საფუძველი იმისა რომ რაღაცა წინსვლა გააკეთოს რაღაცა ნაბიჯი გადადგას წინ მე გავლისკენ შემოვედი და ვარა ხო და არ ვიცი რა მოხდა ისიც კი არ ვიცი გავიგეცე ელემენტარული სისხლი უწამრული მაქვს ახლა რა დავაკეთე იმის იმედად ვიყო რომ ახლა დღეს გავალ მუშაობ შემჭამ საღამოს დავწვევი დავიძინებ და ანტიკას გავიგზებ ან არა მეთქი მასე ვიფიქრ რომ ასეთი ცხოვრებით ვცხოვრო გასაგებია მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის მოდით გავაგრძელოთ შენობის დათვალიერება კვლავ აი საინტერესო არის მაგალითად ღამით რა პირობებში გძინავთ ხოლმე საძინებლები რომლებიც თქვენ სახელდახელოდ მოაწყვეთ ესეც რომ გვაჩვენოთ მათ შორის ბავშვებს რა ვითარებაში სძინავთ აქ არის ოშრიანი დედა რომელიც ნახე რა პირობებშია აი ნახე მარტო ხმები დიახ ანუ თან აქ სამზარეულოც არის მისაღებიც საძინებელიც ერთ ოთახში ამ ერთ ოთახში არის სამზარეულო არის ბეჭის ოთახი არის საჭმელი არის რა ვიცი რა ყველაფერი ამ ერთ ოთახშია საძინებელისა ყველაფერი ერთადერთი შოქს ვითხობ შოქი იყოს და ენი იყოს ხო აქ შედარებით ნორმალური ოთახი არის იმის კვალობაზე რაც ვნახეთ უკვე ხო შენარჩუნებული იყო წვიმასგან ანუ რო ჩამოდი ერთი წუთი შენარჩუნებული არის მაგრამ ძალიან დიდი ძალაჩერება აქ არის სამშვილიანი დედა რომელიც რომ იგიც მარტოხელა დედა არის ვერ გააკეთა ეხლა ბავშვი ცუდად გახდა მაგასაც გრიპი სიცილე ამ მდგომარეობაში ვირუსები არის ძალიან ცუდი ვირუსები არის უხელი აიბის სკორი გამომზრდა სკორი ვერ მოვიდა ისეთი მდგომარეობა ადი არის ერთადასი არის ნახე რა პირობებია აქა სამშვილიანი დედა რომ ადე ნახე რა გააკეთა აი ნახე აი რა პირობებია ანუ გულწრფელ ძველი წერტილი მოაწყო ალბათ ტანის დაბანი და თუ არა ხო რა ის ტანი ერთადერთი მეტი ჩვენ ამაზეც კმაყოფილი ვარ შუქი
და წყალი მოგცეს. ეს ხო ამის ღირსი ხო ვარ ქართველი ხალხი. მე არ ვიტყვი ამაზე კმაყოფილი ვარ. შუქი და წყალი რაც არის ამას მოვაწესრიგებ. აქ ისეთი მდგომარეობა იყო და ამ მდგომარეობაში მოვიყვანეთ. ამაზეც კმაყოფილი ვარ. ოღონდ მათი ხარჯით ხო არ გჭირდება რა. მოგცენ უფლება უბრალოდ რომ ჩვენ სახელზე აბონენტი გაიხსნას, თუნდაც ერთი სოჭი გაიხსნას, თუ გინდათ და გადაინაწილებ თანხას ამას გულისხმობთ ერთი მრიცხველის ხარჯზე. თუნდაც ერთი მრიცხველი, თუ გინდა 21-ის დაგვიყენებთ მრიცხველი, მაგაზე არ არის პრობლემა. უბრალოდ მოგცენ უფლება იმისა, რომ დენი მოგვაწოდო. ანუ საარსებოდ მინიმალურ პირობებს ითხოვთ, რათა შეძლოთ მთავრობას და ჩვენ რომ მაგალითად ან წყალი მათი ხარჯით მოგცენ, ან დენი მათი ხარჯით მოგცენ. მოგცენ იმის საშუალება, რომ გაგვიხსნან ჩვენ ის აბონემენტი, რომ გადავიხადოთ ჩვენ თვითონ. კეთილი. გასაგებია, მოკლედ ასეთი არის ვითარება. მე მგონი ყველა ოთახში ფაქტობრივად ერთი და იგივე სიტუაცია არის. ასეთ ნატურებს ვარათებთ ახლა დასაყენებლად დაგებული სხვა, ანუ ეკონატურებს, რომლებიც ამდენიმე საათი მაინც 2 საათი 3 საათი ძლებს ის ხან ბაზარში გვადენიან, ხან აი ასეთ ნატურებს. მეზობლები გვადენიან და დიახ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პირობებში დაახლოებით 25-მდე ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის არიან მცირე წლოვნებიც და აი ასეთ პირობებში უწევთ დედებს, მშობლებს, რომ შვილები ამყოფონ, როგორც თავად ამბობენ, მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ და იძულებული არიან, რომ ასეთ პირობებში იყვნენ მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებლად არ არის ელემენტარული პირობებიც კი. ეს არის შენობის პირველი სართული, აქაც აი ასეთი მდგომარეობა არის, ოთახების ნაწილი არის ნანგრევებად ქცეული, სამშენებლო ნანგრევები არის. კიდევ ერთ ოჯახში შევიხედოთ და კვამლი არის შუშუმო პირი ცხოვრობს ამ ოჯახში, ამას გულისხმობთ. რომელიც ამ მდგომარეობაში შეხედეთ კვამლი, სარეცხი, კამერაში კიდე არის ქუხნა, არის ხატი, არის ფერჩი, არის გასაჯდომი, ეს ყველაფერი ხდება. ანუ ერთ სივრცეში ყველაფერი, იმიტომ რომ სხვა ყველაფერი არის მოხუცე უნარშეს უგრი, პატარა შვილი კიდე. პატარა შვილი დედა გასულია, ალაგებს მოდის საღამოზე საჭიროება შვილისთვის. ესეთი მეორე ხისა, ერთადერთი ჩვენი თქურა, მოუწოდეთ ჩვენ მერეს, მოუწოდოთ ჩვენ თავებას. ელემენტარული მოგვაქციოს ყურადღება რითი? შუქი ჩაგვითოს და წყალი. შუქი აი ამით რო არის, აი ამით ვარსებობთ. ეს არის ჩვენი ქვეყანა. ეს არის სამართალი. ეს მეხუთე თვეა ამ მდგომარეობაში ბაზარში შევდივართ მტევით ამას და ამით ვარსებობთ. მაგრამ სითბო და საჭრელი ეს კვამლი რომის საჭრელში ჩადის და აქ რო პატარები დაიწამლებათ. მერე პასუხი უნდა აგოს. ხო შეიძლება ამ მდგომარეობით დაინტერესდეს ბატონო თორნიკი მოგიწოდა. იმისთვის მაინც დაინტერესით შემოსულები ვართ 21 ოჯახი. ვართ პატარა შვილებით, ვართ მარტოხელა დედები, ვართ მარტო მოხუცები. იმითაც მაინც დაინტერესით, რომ შენი ქვეყანა, შენი ხალხი რა მდგომარეობაში ერთხელ მაინც დაინტერესდა და მოგდამდი და მაინც გადახედე რა მდგომარეობაში. სისხლელი წყლები აი შეხედე, ეს მდგომარეობაში 4-ით მეხუთე თვეა. ეს ტანსაცმელი როცა შეიძლება ძირითი ეწვეთება ხოლმე. ეს ყველაფერი ამ მდგომარეობით მაინც დაინტერესდა, სულ რომ არაფერი. გასაგებია. კეთილი. მადლობა, რომ მოგვიყევით იმ ყოფაზე, რა ყოფაშიც გიწევთ თქვენ ცხოვრება, ასევე ბავშვებს. ყურადღებას და იმედია ვიღაცა მოვა, მაინც დაინტერესდება, რომ ეს 21 ოჯახი მაიაკოვსკის შენობით არ დაზიანდნენ, არ დაზარალდნენ და ამ მდგომარეობიდან ალბათ გამოგვიყვანს ჩვენი მერი, მაგრამ კიდე ერთხელ ამინდები გამოვა, ჩვენ კიდე აუცილებლად მივაკითხოთ, რომ უკვე ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ, ძალიან მძიმე სიტუაციები გვაქვს და აუცილებლად მივაკითხავთ, თუ არ მოგვაკითხა, არ მოგვაქცია ყურადღება, არ დაინტერესდა, შუქი, ელემენტარული წყალი, გასაგებია. აქცევს კეთილი. და
გავაქერეთ, მათთან ერთად გავაქერეთ. მან თბილმა კაბინეტში იჯდეს, ჩვენ ძირში თოლში დავჯდებით და დაველოდებით, როდის მოვა და მოგვაცეს. კეთილი, მადლობა რომ გვიყვებოდით იმ ყოფაზე, რა ყოფაშიც თქვენ ცხოვრობთ, ასევე გისურვებთ რომ უსაფრთხო გარემო გქონდეთ. ჩვენი ქვეყანა უფალმა გადაარჩინოს ეს პატარები, ეს გაჩერებული ხალხი. აი, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მართლა სამართლოა, ამას მოგიყვებოდით. თავმოყარი ადამიანი, აი შეხედა, გულით ოპერაცია მაგაკეთებული და მე რა შემეძლოს და რომ შორე შემეძლოს, იმ ქირათას გადავიხდი და შემშვილებს აპრობეში ვერ ვახდები. მაგრამ დავთვალე. კეთილი, ნახვამდის ჩვენ ცხადია, არაერთხელ უსახლკარო ადამიანების პრობლემებით დავინტერესდებით და მათ საჭიროებებს პერმანენტულად მიუვეწოდით ჩვენს აუდიტორიას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ, სადაც არის რკინიგზის ყოფილი შენობა, საქართველოს რკინიგზის უпростоრად ბალანსზე არსებული შენობა, უფუნქციო, რომელიც 21-მა ოჯახმა დაიკავა თვითნებურად აქ შემოსახლდნენ არჩევნების წინა დღით, რადგან როგორც თავად ამბობენ, წასასვლელი არსად აქვთ. წლების განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ნათესავებთან, ზოგიერთი მათგანი კი ქირით ცხოვრობდა წლების განმავლობაში და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა იმისა, რომ გაეგრძელებინათ ცხოვრება ქირით და სწორედ ამიტომ მიიღეს უკიდურესი გადაწყვეტილება და თვითნებურად დაიკავეს ეს შენობა. ეს ერთადერთი შენობა არ არის, სადაც ადამიანები თვითნებურად შესახლდნენ. ასეთი არის მაგალითად თევზის ბაზრის უკანა ტერიტორიაზე, იქაც სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში შეიჭრა 20-მდე ოჯახი, ასევე თვითნებურად დაიკავეს დაბა ბუგნარში ადმინისტრაციული შენობა, ფაქტობრივად ნანგრევებად ქცეული შენობა. თქვენ კადრებში ნახეთ რამდენიმე წუთის წინ, რომ შიგნით ჭირს ჰიგიენის დაცვა, რადგან არ აქვთ მათ ელექტროენერგია, ასევე სასმელი წყალი, საპირფარეშო სველი წერტილი არ აქვთ და ისინი სარგებლობენ მაგალითად ბაზრის ტერიტორიაზე კომერციული საპირფარეშოთი. და როგორც ისინი ამბობენ, არაერთი მიმართვის მიუხედავად ხელისუფლება მათი საჭიროებებით დღემდე არ დაინტერესებულა. 4 თვე გავიდა, რაც ასეთ პირობებში ცხოვრობენ ისინი, სიცივესა და უკიდურეს პირობებში და ადგილობრივი ხელისუფლება მათთან სასაუბროდ არ მოსულა, ამიტომ ისინი მიმართავენ, რომ ადგილობრივი მერია, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდეს მათი საჭიროებებით და ისინი ითხოვენ ბინით უზრუნველყოფას, რადგან როგორც თავად ამბობენ, წასასვლელი არსად აქვთ და ასევე მათ არ აქვთ უძრავი ქონება. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, გემშვიდობებით, მადლობა ნდობისთვის. ჩვენ ცხადია, რამდენიმე საათში კვლავ შემოგიერთებით პირდაპირ ეთერში, ამჯერად უკვე ტრადიციულად დღის ბოლოს საპროტესტო აქციიდან აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ. დროებით.